გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. ეს დღე განსაკუთრებული არის ყოველი ქართველისთვის და განსაკუთრებით ქართველებისთვის, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებული ძალა მოედინება კოსმიური სიმაღლეებიდან. ის მადლი, ის ძალა, რომელიც წმინდა გიორგის აქვს, ყველა ჩვენგანისთვის არის მისაღები და განსაკუთრებულად გვფარველობს მისი ძალა. მე გეტყვით რამოდენიმე საინტერესო რეკომენდაციას, როგორ შეგვიძლია ეს დღე პოზიტიურად გამოვიყენოთ ჩვენთვის და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამ დღის სწორად გამოყენება ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. წმინდა გიორგის ენერგია იცავს მტრებისგან, მაგიური ზემოქმედებისგან, ჯადოსგან, თვალისგან, წყევლისგან და ასეთი ნეგატიური გავლენებისგან. ამიტომაც აი ამ დღეს სასურველია თუ თქვენ შეიძენთ წმინდა გიორგის ხატს, გამოსახულებას სახლის იმ კედელზე შეიტანოთ, სადაც შემოსასვლელი არის, რომ ყველა ვინ თქვენ სახლში სანამ შემოვა, სანამ ფეხს შემოდგამს, დაინახოს, აღიქვას წმინდა გიორგის ძალა და იყოს მათი გულისამებრ შემოსვლა. თუ ნეგატიური გულით შემოდიან, თუ ცუდი ფიქრებით შემოდიან, დაისაჯონ, თუ პოზიტიური, დადებითი სიყვარულის და სიკეთის ენერგიით შემოდიან, მაშინ ეს კარები მათთვის იყოს განღებული. ასეთი ლოცვით, ესეთი ძალით განწყობით შეძენილი ხატი და ასე ვთქვათ, განთავსებული შემოსასვლელ ადგილას იქნება ძალიან ძლიერი ენერგეტიკული დამცავი თქვენი ოჯახისა და სახლის. წმინდა გიორგის შეუძლია ნებისმიერ ქართველს დაეხმაროს იმ პრობლემის, იმ სირთულის მოგვარებაში, იმ წინააღმდეგობების და ბარიერის გადალახვაში, რომელიც მას აქვს. ამისთვის გულისხმიერი სიტყვებით, გულისხმიერი მიმართვა არის სასურველი და შესაბამისად ეს სურვილი აუცილებლად იქნება ასრულებული. ჩვენს ლოცვაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს შინაგან განწყობაზე, შინაგან ხმაზე არის დამოკიდებული რამდენად ესმის ეციურ ძალას, რამდენად ჩვენ გვწამს და გვჯერა ამ ყველაფრის, იმდენად რეალურად შეიძლება ეს ყველაფერი განხორციელდეს. დღევანდელ დღეს აქვს განსაკუთრებული ძალა ასევე ბავშვებისთვის, მათი გონიერებისთვის, თუ მათ უჭირთ სწავლა, დაბრკოლება აქვთ მეტყველებაში, დამაბრკოლებელი არის გარკვეული ათვისება, მასალის და ასე შემდეგ. სწორედ აი ამ წმინდან ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ ის, რომ ბავშვებს გაუმართოს გონება, გზა და ცხოვრებისეული დაბრკოლებები თუ წინააღმდეგობები ააცილოს მათ, ასე ვთქვათ, ბედის წერას. დღევანდელ დღეს ძალიან კარგი არის ავტომობილების განწმენდა და დაცვა, რომ სხვადასხვა ავტო შემთხვევებს, კატასტროფებს და ნეგატიურ მოვლენებს ავწდეთ და შესაბამისად, თუ თქვენ არ იცით ეს რიტუალი როგორ წერდება, სიამოვნებით გაგიზიარებთ იმ მეთოდს, რომელსაც მე თვითონ ვიყენებ. ეს არის პირველ რიგში საკმევლით გაჟღენთვა. შიგნით ავტომობილს ჩვენ შეგვიძლია ავანთოთ საკმეველი, დავჯდეთ და ეს წმინდა კვამლი ვასხუროთ, ვაკმიოთ, ესე ვთქვათ, ჩვენს ავტომობილს და შემდეგ უკვე შევიტანოთ ჩვენს ავტომობილში ხატი, რომელზეც არის გამოსახული წმინდა გიორგი და გულისმიერად ვითხოვოთ, რომ ჩვენი გზა იყოს დაცული ყველა წინააღმდეგობისგან, მოულოდნელი უბედურებებისგან და იყოს გამართული, წარმატებული სვლა ჩვენი ცხოვრების და საჭეთ მართველი ამ ავტომობილის, აი ამ კონკრეტული დღეს მიიღოს ის მადლი, რომ შვიდად უსაფრთხოდ მართოს ეს ავტომობილი. აი ამ პატარა მოქმედებით თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთი სიკეთე შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში და აკურთხოთ თქვენი ავტომობილი, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსაკუთრებულ ნეგატივს, განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ჩვენ სწორედ ამ ადგილებში ვაწყდებით, სადაც გამოსტყორცული ნეგატიური სიტყვები, ემოციები, განცდები სხვადასხვა მძღოლებისგან აქტიურად შეიძლება იყოს მიღებული მძღოლზე და ამ შემთხვევაში მის მგზავრებს. მე გისურვებ წარმატებას, კეთილდღეობას და გილოცავთ დღევანდელ დღეს.